2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის რედაქტირებადი ვარიანტის მიხედვით საუბარია სახელმწიფო ასაკობრივი პენსიის ზრდაზე. შესაბამისად 2026 წლის იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით, ხოლო 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანთა პენსია 45 ლარით გაიზრდება. უფრო კონკრეტულად, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 45 ლარით და განისაზღვრება 495 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 594 ლარს გაუტოლდება. 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 370 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 454 ლარი იქნება. გარდა პენსიისა, გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 45 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 20 ლარით. ჯამში სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 7 მილიარდ ლარს. ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილია 2 მილიარდ ლარზე მეტი, მათ შორის გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა. დევნილთა სახლებით უზრუნველყოფის მიზნით გათვალისწინებულია 240 მილიონი ლარი. ვკითხულობთ დოკუმენტში. ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში 70 წლამდე პირთა პენსია 350 ლარს შეადგენს. მაღალმთიან დასახლებებში ამავე ასაკობრივ ჯგუფის პენსიონერები 420 ლარს მიიღებენ. 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია 450 ლარს შეადგენს, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია თითქმის 540 ლარს უტოლდება. ჩალვა გურეშიძე 23 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია. ქართველმა ძიუდოისტმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრისას გერმანიის სახელით მოასპარეზე დანიელ უძილაური დაამარცხა. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრამდე ჩალვა გურეშიძემ უკრაინელ მიკოლა ხრიბიქს და თურქ იბრაჰიმ თათაროღლუს ცლია. ნახევარფინალი კი აზერბაიჯანელ ქანან ნასიბოვთან დათმო. საქართველოს ნაკრებისთვის 2025 წლის ძიუდოს 23 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე ეს მე-6 მედალი იყო. მანამდე ჩემპიონობა გიორგი ჯაბნიაშვილმა იზეიმა, ვიცე-ჩემპიონები მათე გოგობერიძე და მათე ბერუაშვილი გახდნენ. ბრინჯაოს მედლები კი ნინო ლოლაძემ და კოტე კაპანაძემ მოიპოვეს. ქართველი ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონატზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ. კიშინიოვშივე საქართველოს 23 წლამდე ძიუდოისტთა ნაკრები კონტინენტის ჩემპიონი გახდა. ფინალურ შეხვედრაში ჩვენი ქვეყნის ნაკრებმა საფრანგეთის ნაკრებს 4-3 სძლია. ბასასთასის ზესტაფონელი პრიზიორები ნინო ცერცვაძე, ელენე ეჯიბაძე და ქეთი მაღლაკელიძე გოგონების სპორტული სკოლის ფარიკაობის სექციიდან 12 წლამდე ქალთა კატეგორიის გამარჯვებულები არიან. ნინო ცერცვაძე მეორე ადგილის პრიზიორია, ელენე და ქეთი კი ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ. საერთაშორისო ტურნირი ბასასთასზე თბილისში 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა რაპირით მოფარიკავეთა და კადეტ სპორტსმენებს შორის. სპორტულ ღონისძიებაში 16 ქართველი სპორტსმენი მონაწილეობდა. თბილისში ჩატარდა ბასასთასი, ავიღე მეორე ადგილი. ჩემი შედეგით არ ვარ კმაყოფილი, მაგრამ შემდეგისთვის მომზადებ უკეთეს შედეგს დავადებ. მადლობა ჩემს მწვრთნელებს, ნანამასწავლებლებს. მე უკვე მეოთხე წელია, რაც დავდივარ ფარიკაობაზე. შედეგები პირველი ადგილებიც მაქვს, მესამეც და მეორეც. ჩემს ფარიკაობა არის ყველაზე განსხვავებული სპორტი, რაც კი ოდესმე მინახავს და ალბათ სარდავანები თავს. მე ვარ ელენე ეჯიბაძე, ზესტაფონის ფარიკაობის ჯგუფის წევრი. ჩვენი ჯგუფი წინა კვირას იყო წასული ბასასთასის შეჯიბრზე, ფარიკაობის შეჯიბრზე. იქ ძალიან დიდი კონკურენცია იყო, ასევე უცხოელებიც იყვნენ ჩამოსულები. დიდი კონკურენციის შედეგად მე დავიკავე მესამე ადგილი. ჩემი შედეგებით არ ვარ კმაყოფილი, მინდა რომ მომავალში გავაუმჯობესო. ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მწვრთნელს ნანა ფხალაძეს. 9 წელია ფარიკაობაზე დავდივარ. ჩემთვის ფარიკაობა არის ყველაზე ისეთი სპორტი, აი თვითონ გიზიდავს ეს სპორტი, თვითონ ამირჩია, მე არ ამირჩევია, თვითონ, აი ასე თქვა, თვითონ მოვიდა და თვითონ ამირჩია და არ მგონია რომ უდესმე შევწყვეტო ფარიკაობაზე სიარული და დავამთავრო ფარიკაობა, რადგან
ანუ ისეთი სპორტი არის, რომ გიზიდავს, ვერ დაანებებ თავს ფიზიკურად. 5 ბრძოლად გავმართე და გავედი მესამე საპირისპირო ადგილზე. დიდად არ ვარ კმაყოფილი და ამიტომაც შემდეგისთვის უფრო გავაუმჯობესებ. ვფიქრობ, რომ მეტად მნიშვნელოვანი დღე არის დღეს არა მხოლოდ სამტრედიისთვის, იმიტომ რომ აქ იხსნება ახალი შენობა, რომელშიც იფუნქციონირებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ადგილობრივი. არამედ მინდა გამოვკვეთო დღევანდელი დღის მნიშვნელობა საზოგადო ჯანდაცვის სისტემის განვითარების პოტენციალის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ეს არის მართლაც სამაგალითო შემთხვევა მთელი ქვეყნის მასშტაბისთვის. იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის ალბათ ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, როდესაც პრაქტიკულად თავიდან ბოლომდე ყველაფერი ამ საქმის ლიდერი, წამყვანი, ასე ვთქვათ და მამოძრავებელი იყო სწორედ მუნიციპალიტეტი. ეს განსაკუთრებულად დაფასებას მოითხოვს და განსაკუთრებულად აღსანიშნავია, ვინაიდან ჩემთვის პირადად განსაკუთრებულად დიდი როლი ექნება, რა თქმა უნდა, მუნიციპალურ დონეზე ხელისუფლებისა და ცენტრალური ხელისუფლების აქტიურ თანამშრომლობას იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემები და სქემები იყოს რაც შეიძლება მეტად კოორდინირებული ერთის მხრივ და იმავდროულად, რა თქმა უნდა, განვითარებული. განვითარებული მათ შორის ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, რისი ერთ-ერთი ძალიან კარგი სანიმუშო მართლაც და კარგი შესაძლებლობა გაჩნდა სამტრედიაში. მიხარია, რომ გვექნება სამაგალითო შესაძლებლობა ყველა სხვა მუნიციპალიტეტისთვის, ყველა სხვა რეგიონისთვის, სადაც შესაძლებელია ანალოგიური წარმატებული თანამშრომლობა ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ასეთი ტიპის რეფორმებისთვის. სამტრედიის მუნიციპალიტეტში დასრულდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მშენებლობა. ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის, სადაც შესაბამისი თანამედროვე კომფორტული გარემო შეიქმნა როგორც დასაქმებულებისთვის, ასევე პაციენტებისთვის. მე მინდა მადლობა გადაუხადო აქ დასაქმებულ პირებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტში არსებობდეს თანამედროვე კომფორტული გარემო შექმნილი ასეთ დაწესებულებების ფუნქციონირებისთვის და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების თანამშრომლობას, რომლის მეშვეობითაც დარწმუნებული ვარ, მომავალში ძალიან ბევრი წარმატებული პროექტი განხორციელდება, როგორც ჩვენს მუნიციპალიტეტში, ასევე სხვადასხვა რეგიონებში. მნიშვნელოვანია ეს საკითხი იმდენად, რამდენადაც ფაქტიურად სრული მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა ექნება საზოგადოებრივ ჯანდაცვას, რომ თავისი ძირითადი ფუნქციები და მიზნები და ამოცანები განახორციელოს. რასაკვირველია, აქამდე ხორციელდებოდა მთელი რიგი სამუშაოები, მაგრამ ეს მხარდაჭერა, რომელიც ქალაქის მერიამ და მუნიციპალიტეტმა გააკეთა, არის ძალიან დასაფასებელი. დიდი გამოცდილების მქონე და მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალი თანამშრომლები თავიანთ სამუშაოს შეასრულებენ საკმაოდ მაღალ დონეზე. აქვე მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ დღეს სამტრედიაში ამავდროულად იმართება რამდენიმე სკრინინგ აქცია, მათ შორის ვარდისფერი ოქტომბრის დახურვის ფარგლებში მართავთ ძუძუს კიბოს სკრინინგის აქციას. ამავდროულად გვაქვს ბ ჰეპატიტი, C ჰეპატიტი, შიცი და